დედა. დადგი. დედა. რამ სიმძიმე იყო გამწყვიტა? ესე იგი. არა, ის დაცვა როგორ მოგждევდა, არ წაიღოთო? სად არ წაიღოთ? ვინ ეკითხებოდა? მეშვიდე პავილიონი და სულით გადმოვარბენი. თან ამ წვიმაში. იმედია მოეწონება. მე იცი რა, ვერ გამოვისვლი, ფეხსაცმელს ვერ ჩავიცვა. არა, მე უკვე გამოცვლილი თორე კი მაქვს. ვაიმე როგორ მიხარია ეხლა, როგორ მიხარია რომ მოვა რა, რომ მოვა ჩვენი გოგო. ოჩახთა თუ რა კარგად მოგიფიქრებია. გამარჯობა გოგოებო. გამარჯობა ერთი წუთი მარცალია. მე დიდაჯექი თუ გინდა. ხო. იცი რა არის თამნა, კარგად მომიფიქრებიაზე არ არის. ჩვენ უკვე იმდენი რეპერტუარი დავაგროვეთ. სიმღერის რო. აი არ ვიცი ხლა მინიმალური შეცდომაც აღარ გვეპატიება რა და აუცილებლად გვჭირდება პედაგოგი, რომელიც გაგვამღერებს, გვასწავლის შეგვეშლებაში, არა რა უნდა შეგვეშალოს, მაგრამ დღესვე მოვა რომელია? რა კარგია, დღესვე დავიწყებთ გაკვეთილებს, უკვე რეჟიმი კვირაში 3 დღე. შაბათი, 4 შაბათი პარასკევი, განრიგსაც ჩამოვაყალიბეთ. შაბათი არქცალია ჩაწერა. შაბათს ვიზი ალაპარაკი რა, მოკამდა სიმღერას და რა. რა ნიკო შენგენა ბიჭიკო მაპატიე ბიჭიკო რა შენგენაცვალე. ვუთხრათ რომ ეხლა ჩავაყენოთ საქმის კურსში აქ სისულელები არაკეთოს. ავიყვანეთ პედაგოგი ვოკალში მე და თამუნამ, იმიტომ რომ ჩვენ უკვე ვფიქრობთ რომ გავაკეთოთ უკვე დიდი სოლო კონცერტი. ძალიან დიდი კონცერტი. რას ფიქრობ? დავიმატოთ 1-2 ესეთი კარგი. ნახოთ. ისიც შევხედოთ ვინ იქნება ღირსი. ანუკიც ქვიტინიძე, მაგას ვენასვალე. როგორი ნაზი ხმაქვს? ფანტასტიკური გოგო. ეხლა შენ მომისმინე რომ მოვა ანუკი, არ დაიწყო აქ შენებურად TikTok-ების და სისულელების გაკეთება და არა, რას გაჩეჩა? გაჩეჩილია ბავშვობიდან ისედაც. გაჩეჩა ისე ბიჭიკო ღამე თმას ბალისე რო აი თავს ესე როგორდებ. ესე დე. არა, ესე არ ვება. აბა წირაგი ჩეჩა. არ ვიცი, აბა ტრიალი. ხო და ბევრს ვლაპარაკობ. ენასაც ატრიალებ ბიჭიკო გაჩეჩა. აი მე მოვა ეხლა რაღაცა იგვიანებ და მე არ მაწყობს. ბიჭები არიან ალბათ ბარში. ჩვენ ახლა გავივლით ჯერ რეპეტიციას და შევალთ მხოლოდ გაშლილი გაისხმში. არაფერი არ გამარჯობა ჩვენო საყვარელი ჩვენი პედაგოგი. აი მე დიდი მადლობა ნიკირო დავთანხმდი. ძალიან დიდი მადლობა. ნახე, დაგახვეწე. შენი ფეხი ბედნიერია ჩვენთან. როიცოდე მეშვიდე პავილიონიდან გადმოვიტანეთ მე და თამარი. დაცვა არ გვატანდა, უნდა რაღაცაო დაგიდასტუროთ. ნუ ესე იგი უნდა მოდი დავიწყოთ. დავიწყოთ. ჩვენ ძალიან საქმიანი გოგოები ვართ, ეგრევე საქმეში უნდა გადავიდეთ. ანუ ახლა ჩვენ რა ხდება, იცი რომ უკვე რამოდენიმე პრინციპში მთელი რეპერტუარი გვაქვს. ხო, გავარჯიშოთ. ვფიქრობ სოლო კონცერტსაც. გვინდა რომ აი ხმა გავავარჯიშოთ. თქვენ რიკე პოვერისთანაც სიმღერეთ უკვე. იტალია ლაპარაკობს ჩვენზე. აი იტალია მოყვა შემაწუხა. მაგრამ ქართული რეპერტუარი მაინც ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, ქართულს თუ მღერი ჩათვალე რომ ყველაფერს სად დავდგე აქ ვიდგე თუ თამუნასთან გადავიდე. გვინდა ხმა გავავარჯიშოთ რომ ნებისმიერ რეპერტუარს მოვერგო. ანუ ჯერ რო გაგვამღერო რა. ჯერ უნდა გავიდგე. კი, აბა დავიწყოთ. პირდაპირ გელა დავტოვე, ბავშვები დაუტოვე, გამოვიქეცე და უთხრე რომ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. ერთხელ გელამაც ხო უნდა დაიტოვო ბავშვები. ხო და რა ვიცი წამოგეყვანა გელა ბიჭებს დაეხმარებოდა მე. არა, იქ ბავშვებიც წამოყვებოდნენ. აუღებდნენ საყვარელი შეგვეშლება. შენი შვილები ნიჭიერები, კულტურული წესიერები, როგორ გვიყვარს? და საერთოდ რა ოჯახი? ოჯახი მაგალითი, სამაგალითო. რა სიმღერა შევარჩი? არ ვიცი, ეხლა იცი რა, ეგ რომ ცოდნო და ანუკი რა ვიცი, ეხლა პედაგოგია შემოგთავაზე გვამღერე. და ჯერ ჟუჟუნაცი მათი ხო არ დავიწყოთ, მაგრამ რაღაცა ბიჭიკო ცოტა არის ისეთი რაღაცა შეგონება და ბიჭო. მე შეიძლება რა მე დადექი და გიგერებ. ჯერ ჟუჟუნაცი მაგავდა. უნდა ვისწავლო. ჟუჟუნაცი მაგავდა. წლის გარეთ. აბა დავწყეთ. ჟუჟუნაცი
გადასარევი, მაგრამ არა, ეხლა მოდი სერიოზულად, უკვე სიმღერა, ეხლა მარტივია და დავიწყოთ რევაზ ლაღიძის გენიალური შედევრი. დედა, ამას ის ჩვენი კონცერტი, ამით ხო არ გავხსნათ, ჩვენ რეპერტუარს ვამზადებთ. შეხედოთ თათო, ჯერ როგორ მოვერგებით, როგორ ხო ურთულესი და ძალიან მნიშვნელოვანი სიმღერა. ესე გიწყება გულსრად მკლავ, ხო? ერთად დავიწყოთ? დავიცი, აბა გითხარი. გულსრად მიკლავ. აბა? მე სიცოცხლე. აბა გამღერებული? არა, ნახე სიყვარულით. რა მიმთავრებია. შემდეგ მე ხომ გულით ვიხედები. ой, მშვენიერია. გული ჩემი თვალებია. ერთი წუთი, რა ხდება? რატო შემაწყვეტინე რა კარგი იყო ის? ბიჭიკო დავინახე და გულმა წამოიღო. არა, იდეა სწორია რომ გულმა უნდა წამოიღოს, მაგრამ გერა არის. აი გვასწავლე. აბა? ჩემი ბრალი იყო ეხლა. არა, უშავს, აბა დავიწყეთ. სუნთქვა ღიმილი და წინ წასული ბგერა. დავიწყეთ. კიდევ ერთხელ, აბა? ვერ გავიგე? არა, არ იყო ისეთი ლამაზი, როგორიც კონცერტ შეეფერება. აბა კიდევ ერთხელ. თამუნა. რამე პრობლემები ხო არ არის? რამე შემთხვევით. არა არის, მაგრამ ცადოთ კიდევ უკეთესად. აბა 3, 4. ბიჭო, მე შესმედი. უთხარით, აბა. რატო ურევა? კონცერტი მე ნუ გამახტები თათული გეხტები. არა, მე და გოგმა თუ აურია, მე რა გავაკეთო? აღარ გამოვალ. ბოდი ჩემი ბრალი. ვაიმე გავგიჟდები ახლა რა გოგა გეხვეწები თავრუ დამეხვა კაცო რა გჭირს წნება მამიწია რას დადიხარ აქეთ ბოლთას წემ კაცო რა არის ვერ გავიგე რა სოხრავ რა გინდა რატო წუხარ არის ხო რა მჭირს არის რა გჭირს რა რა მჭირს რა გჭირს რა მჭირს რა გჭირს გამჭირს და ის მჭირს და ის რა ქვია მაშინ ხო რო დაგირეკე დავლიოთ წავიდეთ გეხოცები წამოდით ამოყევით ხო არ გახსოვს ხო გუში რო დაგირეკე მახსოვს მაგრამ დასალევად რო წაყვე მეგობარს დრო ხო უნდა გქონდეს ხო გითხარი რომ საქმეები მაქვს შეხვედრა მაქვს უნდა წავიდე წამოვიდე არ მეცალა ძმაო და რანაირად წამოვსულიყავი კარგი რა გეხოცები და წავიდეთ რა როცა მე რომ ცალეს ყოველთვის რატომ როცა შეროქცალია რო არ აქვს ხვენია ეხა რას წუწუნებ და მართლა ისაწყლებ თავს რა როდის მithქვამს უარი ახლა ხო მევლები კარგი, ოღონ ჩვენ დაჯექი. ოღონ ჩვენ დაჯექი აქ. დაწყნარდი, დამშვიდდი, დაიმშვიდე გული, სული და მე მოგიწყობ შენ იმას, რაც შენ გინდა და რაც გაგახარებს. ეხა? აი ზუსტად ეხლა. რას მოგიწყო? რას მოგიწყო? აბა ეხლა მე პირველი ვინ გამახსენდა? მერებს მიგახსენდა. აი ვინ გამახსენდა? დელფო არ არის თბილისში. შოთიკოს კონცერტი აქვს. ვინ გამახსენდა? ყოხი. მიყურე ხა იხმის კარტასავით, მიყურე ხო? ვინ გახსენდა? გელა. გელა ბიჭო, რა სულელივით მიყურებ? მართლა გელა დონაძე. შეგიერი, მიდი დაურეკე. მიდი დაურეკე, ამოიღე ტელეფონი დაურეკე, მიდი. აბა მე რას ვაკეთებ? ეხა უყურე შენ ამას? რას აკეთებ? გელას ურეკავ. მიდი. ალო. უს გიტარო ვაზმოთ. ხო, გელა, მე ვარ, როგორ ხარ? კარგად, მადლობ ჩვენც, მეც. ხო. გელა, ისა რა ქვია, გეხვეწები ჩვენთან მოდი რა ბარში რა. სახში რა გინდა ბიჭო? სახში რა გინდა ამ შვენიერ დღეს? ამინდი გეუბნება თვითონ. ამინდი გეუბნება რომ მიდი ბიჭებთან ბარში და დაჯექი და იქე შენ არ გეუბნები. ხო. მე ბავშვები ვენაც სვალე მე შენ ბავშვებს. წამოიყვანე ბავშვები. გაერთობიან. ჩავაბარებ იმას რა ქვია ბიჭიკოს გაერთობიან TikTok-ს გადაიღებენ, მთელი ამბავი იქნება, არა, მესმის.
მესმის რომ ანუკიმ რო გაიგოს რომ შენ მოხვედი მის გარეშე შუა ქალაქში ეწყინება, მაგრამ მოდი შენ, მოდი. ხო? წამოიყვანე ანუკიც. კაი, ხა ვერ გავიგე შენ ხა მე მეკამათები ამას შვები თუ იმას შვები. ვერ გავიგე. თუ რეპეტიციაზე ანუკი და ვერ მოდის, ესე იგი ვერ მოდის. შენ მოდი. ბავშვები წამოიყვანე, დაგხვდებით პედაგოგა, დავждეთ. ეხლა გიმღეროთ, ხო? ვიქეიფოთ, ვიმღეროთ, ხო? ვიმღეროთ რა, შენ იმღერებ და ჩვენ დავლევთ. ხო? მიდი. გელოდები. მოდი გეხვეწები ეხლა. აი შენ არადროს ნერვები არ მოგიშლია ჩემთვის და ეხლა რა გინდა ეხლა ვერ გავიგე რატომ მოდი შენ გინაცვა. კაი. მოვა. ჯიგარი ხარ ოთარიძე არა, ჯიგარი რა. ჯიგარი ვარ, აბა რა ვარ? ჯიგარი. ჯივარი ვარ, აბა რა ვარ? არა, ყვარული რა. არა, ვეღარ გავიგე. გეხვეწები მე მეცი პატივი. ყვარული შეჯერს აბა ხანა თვითონ მღერის და არ გვაძლევს ჩვენ. გეხვეწებით. თათული? არ მაცადიყავი. არ მაცადიყავი. თვითონ მღერის არ ერთი წამი. ყველა მღერით კარგად ვართ, კარგად. გელარეკავს გეხვეწ. ტელეფონი უნდა გამორთოთ რეპეტიციაზე ტელეფონი ირთვება ძირითადად. აუ. ხო. მოდი. შეხვედრაზე. არა. გაიწელა გაუთვალისწინებელი ამბავია და ვინ გაწელა? გართულდა. აუც. უი, რას ლაპარაკო? მე ბავშვებს რას უზა? რა რეპეტიცია? კარგი, წაიყვანე რა, გეხვეწებ. თან წაიყვა. ხო იცი არ შეგიშლიან. იქვე ჩუმად დასო. კარგი, გავიქეცი, არ მცადია. კოცნი. უკაცრავად ისა რეპეტიციაზე უნდა წახვიდე? უკვე წასვლის დრო მოვიდა? მას აქვს რეპეტიცია და წაიყვანს ბავშვებს და თან მე არ მეუბნები რა თქვენთან ერთად, იმიტომ რომ აუცილებლად მოუნდებოდა მოსვლა. მოვიდოდა სიმღერაში ხელს შეგვიშლიდნენ, მე დაალევდნენ, მე ბავშვები ხმაურ არა, ჩვენ პროფესიონალები ვართ, ვმუშაობთ, გაკეთებთ სამჯერ ორშაბათი პარასკევი არ ვაგვიანებთ ტელეფონს ვთიშავთ, ზარს ვთავთ ხმას, ჩვენ ტელეფონები გადავხართ, მორალურად მზად და ფიზიკურად მზად გავაგრძელოთ. კი ბატონო, ესე იგი სიყვარული. ხ არ გამოვარდეს და უფრო ძალიან მილად, აბა. სიყვარული შენ ჩემს გულში ხანჯლად ხელი მრგვალი იყო? აი, თან. ყოჩა. კარგი, ბიჭო, კარგი. ჩუმათი არა, ნუ მიშკი ნერვებს ნუ ხმაურო. ამას უყურე. არ აღწვენია, ბიჭო. არ მწვენია. მოგიწყე, რაც გინდოდა, გავიქეცი, ტკბილეული მოვიტანე, გაწმეხები. ტკბილეული მოვიტანე, ახლა შეჭამე დატკბები ცოტას. რაც გინდოდა, დაურეკე, გელამოდის დონაძე, გოჭი იწვება. სუნი არ გწემს? გაიწება? გოჭი. აი. გოჭი კი კაია, მაგრამ რა არის ისი? აი ამეების ყიდვამი და სხვას და ნახე რა მხელა ფასი აქვს შეხედე რა, რა მხელა ფასი აქვს შეხედე. მერე? მერე? შავი პარასკევი და, მერე არ იცი რა უნდა ქნა? რა უნდა ქნა მერე? დაყავი. საგავყო. რა უნდა გაყო? აბა რა გაყავიო და. დაყავი. კრედოს აქვს ესეთი სერვისი. დაყავი. აარჩიე კრედოს პარტნიორ მაღაზიაში რაც გინდა. ნებისმიერი, ნივთი. მე და 8 თვიანი განვადება 8 თვეზე გადაგინაწილებენ თან საკომისიოს გარეშე. ეს ის დაყავი და იბატონე, ხო? რა ის დაყავი და იბატონე? კარგია. საკომისიოს გარეშე დაყავი და თუ მოითხო, შეიძლება გაგიხანგძლიონ კიდე 8 თვეზე. რას ლაპარაკო? ხო. რას ლაპარაკო? საკომისიოს გარეშე შეგიძლია გაგიხანგძლიონ? დიახ. და სადაც გინდა იქ დაყავი მერე? დიახ. ოჩახში. ჯიგრები ყოფილა რა. ჯიგრები არიან, აბა რა. ესე იგი. აი მოდიან გელა და ბავშვები. გელა და ბავშვები? ო, აი გიტარაც აქ არის, რო შემჭამ. არა მაქვს, აბა არ არის ეს გიტარა. მოდი თქვენ გენაცვალეთ ბავშვებო.
მოდი შეგენაცვალე. მოდი შეგენაცვალე. როგორ ახარ, როგორ ახარ გელაძია, როგორ? ნერვიულებული იყავი ტელეფონში. გამარჯობა. ბიჭო, იმიტომ რომ აი ვერ მოვიყვანე ხასიათზე. გელა, რასურნელი. ბიჭო, ნახე, აი გოჭი იწვება, გოჭი პიცკინდება. ხო. პიცკინდება. ბავშვებო, თქვენ TikTok-ი გაქვთ? დაბძანდით აი. შენს გაქვს TikTok-ი? შენს გაქვს TikTok-ი? წამოდით, ახლა მე თქვენ წაგიყვანთ მაგარ TikTok-ერთან. გელა, ხო შეიძლება წავიყვანო ბავშვები? თან უყვართ ამა TikTok-ის გადაღება. ბიჭიკოსთან. გონჩს ვინ მიხედავს მე? მე ჯერჯერობით არაფერი არ უნდა. ბიჭიკოსთან წაგიყვანთ ახლა. იქ იცეკვეთ, იმღერეთ, რაც გინდათ გააკეთეთ, თუ გინდა ნერვები აუშალეთ, დააგლიჯეთ, თვა მოკაჩეთ, ყველაფერი. წამოდით ბავშვებო, წამოდით. წამოვყევით. მოიცა ხა. მე ვიცი რასაც ვიცი. რა კარგია ის თუ წავიდა დამშვიდ და სამყარო. სიჩუმე ინსტრუმენტიც მომზადებული ხონია. დიახ, ეს თქვენ კი ბატონო, ჩვენ დავიწყოთ და დავიწყოთ. აბა. აბა მშვიდობა ხო? მშვიდობას გავუმარჯოს. მშვიდობა ქონოდეს. ახლა რა ვქნათ, იცი? ამ გარემოს, ამინც და ჩვენ რო შეგვეფერება ისეთი სიმღერა. დააქვე. თუ სიბერე მოდის, თუ ჩამოგრა ზარმა და თუ დაუბერა შუა ქალაქში ქარმა. რატომ ღელავს გულში სიყვარულის ფერი სიყვარულით მთვრალი ვარ და სიყვარულზე მღერი აკევიო თეთრი და აბა თეთრი დღე მოდი დავლიოთ ახლა გჭირდება მე-7 სიმღერა. პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე შევთანხმდით. ანუ მე-7 ნამდვილად თუ არაო, მაი? რატო არა? რატომაც არა? ჩვენ შეგვიძლია. რთული არის, მაგრამ რთულს უნდა შევეჭიდოთ. ცადოთ, აბა, მოდი მისამხედიდან გძები. აი ეს უნდა დაუკრა. რას უკრა? და მე სხვა დაუკარი. მოდით ბავშვებო. ბიჭიკო, ბავშვები უნდა დაგიტოვო. ბავშვებო, გამარჯობა. ვაიმე, რა სიცოცხლები ხარ? ოღონდ ეს ბავშვები აქ რატო არიან? დედა. გელას მოყვნენ. გელას მოყვნენ. და შენ რატო ხარ აქ? მე რეპეტიციაზე, გელა რეპეტიციაზეა. რეპეტიციაზე იყო, მაგრამ მე და გოგამ დაურეკეთ, გოგა ცუდ ხასიათზე იყო, კეიფი უნდა და დალევა უნდა და მე დაურეკე გელას, ვეხვეწე, იმდენი ვეხვეწე, მოდი, აი ნახე გაწეთლებული არა მაგ, ნახე. ბოლოს მე უთხარი ორი გაპიტკინებული გოჭი დაგხვდება. არა, გოჭი კი უყვარს. ხო, უყვარს. მე მითხრა რომ არ გამოვაო ასე რომ გაიგოსო, ანუ კიმო რომ მეო შუა ქალაქში. ბიჭო, მოგატყუა, იმიტომ რომ შუა ქალაქში რომ მიდივარ. ჩვენ მასწავლებელი აბა თუ მაცალეს ახლა. აბა თუ მაცალეს მოყოლა, რატომ მოატყუა? რომ გაიგოსო რომ შუა ქალაქში წავედი უმაგისო თუ გული დაწყდებაო და გაგიფრთხილ და შენ. ანუ მომატყუა. ჩვენი პედაგოგი, ჩვენი მასწავლებელი მოატყუა. კი არ მოგატყუა, გაგიფრთხილ და ანუ კი გაგიფრთხილ. მე ტყუილია. გელა პოლიცი როგორია? კია ეს მარა გული აქ სუსათი ვთქვი. უი ტელეფონი მეკავს ერთი. ტელეფონი მეკავს? წამით. ხოანო როგორ მიდის რეპეტიცია? და ბავშვები? კარგად იქცევიან, ხო? დამალაპარაკე. სად გარეთ? კარგი რომ შემოვლენ დამირეკო. ატყუებს.
არა ხალხო გეხვეწები რა ანუ კი შენ გენაცვალე მე ბავშვებთან ლაპარაკი თუ გინდოდა რა საჭირო იყო გელასთან დარეკვა მე ვერ დაგალაპარაკებდი აგე რა შენ გელასთან დამალაპარაკე წამიყვანი წამოდი ერთი გელასთან მაგს ანუ კი შენ არ ინერვიულო წამოდი არ ინერვიულო მიდი ერთი გელა დამანახეთ რა გელა დამანახეთ რა ეხლა იქნება ნამღერი ისე ჩემი TikTok-ები ნანახი გაქვთ თქვენ? დიახ. მართლა? მაფოლოვებთ? დიახ. დაგინათ რომ გადავიღოთ? ერთად. კი რა მაგარია. ძალიან კაი. გადავიღოთ. ახლა გაუმარჯოს დედმამიშვილებს. ვა, შეგენაცვალე. მაგად გაუმარჯოთ. იყვნენ კარგად ბედნიერად ჯამთად ყველანი რა მეყარა. დედმამიშვილებს გაუმარჯო რა დედმამიშვილებს კი არა ანუ კი რა? ანუ კი გელა აქ ხარ? გელა ანუკის გაეცი პასუხი რა ხდება რაშია ჩვენს პედაგოგს ვინ უშლის ნერვებს? რეპეტიციაზე ხარ? ჩვენს პედაგოგს ვინ უშლის ნერვებს? პასუხი ახლავე აქვს. რეპეტიციაზე ვართ, აი, ოთარ, მოდი. ეს რა რეპეტიციაა? ბიჭებს გამოსვლა აქვს და დახმარება გთხოვს. ღვინოთ კბილეული. არა, სახეს შეხედე, წარფს არ იხრის. არა გამოსვლა გვაქვს მარტო ხელა მარტო სულო ქალბატო სწორედ როგორ მიმღერო მიკანკალებს ხმა აი გიტარაც კი გელა დამახვილებს. როგორი კარგი ბიჭი ხარ? არაჩვეულებრივი ბიჭი. ადამიანი, როგორი პედაგოგი მოვიდა ჩვენთან. ჩვენი პედაგოგი. არ დააცადე. რატომ მოატყუეთ ანიკის გელა? კარგი. მოდი შვილო დაენახეთ მამას, რატომ მოგვატყუე გელა? რატომ მოატყუე არა რატომ დამირეკე ოთარ? მე დაგირეკე რა თოთა? რატომ ბავშვებო მოატყუე მე მიკეთებ ამას. მოდი დამძანდით დამძანდით აი აქ ჩვენ ბავშვებო დიდებოდი ჩვენი მასწავლებელი რა არის რა აქეთ მოდით ღვინოს ბავშვები ჩვენი მასწავლებელი აქ დაждდეს დამძანდით და ჩვენი მასწავლებელი ანუკი. პედაგოგი. შენ ჩვენი პედაგოგი ხარ და მე მინდა ანუკის გაუმარჯოს. მინდა ჩვენს პედაგოგს და იყოს დალოცვი მის ოჯახთან ერთად და აღატებული და გახარეს. გამომართვი? თქვენს მეუღლეს დაიწყეთ თქვენ გავაგრძელეთ ჩვენ. ოჩახტათული მოდი ხამუნა ეხლა ეს რომ მაშაკირებს სულ ძელი სადღეგრძელოები იციო ხონთქარი ისა რაღაცა მიდი ამა თქვი ხა მაი მოვიდა სტუმარები და თქვი მე ვხვა? დიახ სად ვიყავით გაჩერებული? დედმამიშვილების არა, ერთადერთმა ამბავმა უშველა რომ აქ ვართ. ხო რა თქმა უნდა აი შუა ქალაქში ყოფნისთვის ვეღარ გაგიბრასდე. შუა ქალაქმა თორე გადაგაჩინა. ხო იცი რა დღეში ჩავარდებოდი შესაძოდაო ხო იცი დიდი მადლობა ამ დღეში ჩაგდებისთვის ჩემო. გაგიმარჯვეთ ბავშვებო ძალიან საყვარლები ხარ. თქვი აბა თქვი რა ვთქვა რა? სადღეგრძელოს შენზე კარგად ვამბობო ხო ბავშვებოდი ტრაბახობდი ჩვენ აქ უკვე იმდენი სადღეგრძელო და ჭიქა შევსვით შემო ოთარ რომ ახლა უკვე სიმღერის დროა. კი არა მას არის და გოგოებო? აბა ვაჩვენოთ ახლა? რა მომიცადეთ? აბა მოასმენინეთ ბავშვებო თქვენ ჩაერთეთ. ბავშვები ჩაერთო რა. მოასმენინეთ აბა უსრად მიგლა მე სიცოცხლე ჯერ არ დამიმთავრებია მე ხომ გულით ვიხედები ხული ჩემი თვალებია აი ასეთი პედაგოგი ხარ. მომსაძებელები და მე მგონი მალეთში ერთი ჩემი ხათით ეს შენ ჩემს გულში არა
მალე კონცერტს გამართო. ანუ კი ეხავ. ხელოვანი ხარ. აი, საერთოდ გულში. ან მაგრამ ბოლოს მაგრამ ვინაცადა? ასე დაგეწყო. ერთი წუთით სანამ წავედი დედმამიშვილებზე იყავ. ხო ბრძანებდით თქო. ერთი წუთით ყველა რომ მომიტრიალდით და მოიტყვეო. ჯერ მოვედით ძმაკაცთან, ძმაკაც სურათ და გვერდში დასადა. იმიტომ რომ ადამიანი სად დადი? მე რა მიწიაზე? ჩვენთან იყო ჩვენი მასწავლებელი. ეკითხები და მიპასუხე. რატომ მოსხდი მთავარ ჯგუფს? სად იყავ? არა, მნიშვნელოვან შეხვედრაზე თურმე აღადგენენ, ეგრე რეპერტუარი. იცით რა, გელა, იცით რა, მე ხლა კონცერტისთვის ემზადებიან გოგო. არ მაინტერესებს. ჩვენ გვინდოდა რეპერტუარი შედგენა. მე და თათული ხმა გავამღერეთ, მოვიწვიეთ არაჩვეულებრივი პედაგოგი, რომელიც ბავშვობიდან უკრავს მღერის და 7 წლიდან წერს სიმღერებს. მე ვიცი ორი ადამიანი ვიცი მსოფლიოში, ვინც 7 წლის ასაკიდან წერს მუსიკას. დიახ. ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი და ანუკი ცკვიტინიძე დონისა. ანუ ჩვენი პედაგოგი. როგორი შეცადება? ამაზე ნაკლები ჩვენ არ ვიკადრებთ. ეს არ გაჩერდება მე. ალაგდროს. და მე შეგიძლია შეგიტყვა. გამუნა. შეგიტყვა მაგ შენთან. აბა შენ რას მიპასუხებ? თუ ერთნაირი პასუხი გაქვთ. აბა უპასუხე. კონცერტზე უჩვენოდ გადიხართ? დააჩვენებთ? გადავწყვიტავთ. უჩვენოდ გახსნით გოგონები. სიმღერა გვაქვს გოგონებს. დიახ. მე გვერდდებიან ბექებში. თურმე საჭირო იყო ჩვენი შეკრებას, თურმე. ამი გელა, ესენი ვარ ჩვენ ბექებში. არა, გამარჯობა გელა. კარგად, თქვენ როგორ გიკითხოთ? ბავშვებს კითხეთ რამე, ბავშვები ალაპარაკეთ, ნახე რა საყვარლები არიან. ბავშვები არაჩვეულებრივი. ბავშვები ძალიან ბედნიერებია. ბავშვებო, როგორ მღერიან ბავშვები, როგორ იყრავენ. დედა თუ მამა, რომელი უფრო გისრულებთ სურვილებს? ორივე ყველაფერს ორივე არ მაქვს. არა, ერთი უნდა თქვას. მაიც მე მგონი. კარგად დაფიქრდით ახლა. აი ეს არის ცეკვის ილეთი. მამა. მამა და მამა და დედა და მამა. რა თქმა უნდა ორივე გვისურვებენ მაგრამ ერთნაირად. მაგრამ უფრო მამა. ცეკვამ მე გაჭრა. მაინტერესებს რომ მაინც პედაგოგიური გამოხედვა. ცეკვამ გაჭრა, ცეკვამ. კიდე მაინტერესებს ბავშვებო რამე მეთოდი თუ გაქვთ ამ საჩუქრის დათრევის. აბა სიტყვა მაგ მეთოდის გამოცანცკულის. გამოიქნება, მე თქვენ რას გიზავთ ორივე. აბა როგორ გამოცანცკულის მეთოდი თუ გაქვს. მამა რა მინდა გთხოვ? მაგ მეთოდმა დავღუპა. მოვლენ ერთად დადგებიან და ძალიან საყვარელი სახით. მამა რა მინდა გთხოვ? ძალიან კარგი. ამარ ეს აღარა მაგ ჯიბიდან აღარ ვიღე. რა პირდაპირ უნდა გადარიცხო. აღარ არის ეს. შენ ცეკვა გაგდა. მე რა მქონდა ხო იცი დამუღამებული. ნანიკო იყო სუპატარა, ჩემი მესამე რა. სუპატარა იყო და როგორ ვეკითხებოდი? თქვი დედო მიყვარს თუ მამა? ცარა ვეკითხებოდი. ნანიკო რო შემოვიდა და ნანიკო დედო მიყვარს თუ მამა? ულამაზესი ნანი. თუ მამა. ასე ვეკითხებოდი. მოკეთ ძალიან ბედნიერები ვართ თქვენთან ყოფნით. სახლის სიმღერის ხმა ისმის, ხო? თქვენ მღერით? მე რაღაცა გვინდა. მაგრად შესი ბავშვების აღგზნო სიმღერის. მოვუსმინოთ. აი რო დგები ხოლმე, აი გავდივარ ძალაში და ვხედავ რომ დედა პიანინოსთან ზის და მამა დგას და მღერის. დავიჯერებია მაგას ვერ დავიჯერებდა. მინდა იჯერებს. შენი ჭირი მე ხარ. დედა უკრავს მამამ. შეიძლება მოხვედი უფროს ადამიანთან და თქვენს გვეუბნები. გონაძეების ოჯახში. ანუ კი ცქვიტინიძე უკრავს. გელადონაძე არის. არის შენი ჭირი. გამარიცხვი. პატარა პაუზა თუ კარგი რეპეტიცია არის, კარგი მსუხე რეპეტიცია თუ გვაქვს. პატარა პაუზის მერე სიჩუმეს ვიდა გაჩუმ და იქ მეზობლები კიდე არ მაგარია. ბავშვები რამე გვიმღერეთ რა. ისე ასეთი მეზობლები უნდა ყოლოდა შუა ქალაქში. ყავდა ასეთი. უნდა ყოლოდა. არ ამღერეთ თქვენ თორე საშა იცი რა გამღეროთ. საშა ვერ მღეროდა. საშა რომ მღეროდა. საშა. ვინაცალა სიმღერა საშა კარგად უნესო. საშა არის ქართველი აი ჯერა თქვა.
ბავშვები სადღეგრძელო ხდება. ბავშვები აღარ შემიძლია. გაავთვენი აღარ შემიძლია და ბავშვები ადგეგრძელე. მაგა არის თამადა. გაგიმარჯო. ჩემზე კაი თამადა. ჯამცერად იყავით დასწავლია და სუსას ასიმღეროთ კონტენტ საქმე როგორც ბატონი ოთარი იყო და ლასე ბატონი. დიახ ბავშვებო. ხომეთ ახლა რა თქმა უნდა. გაგიმარჯო. ჯანმრთელობა დღეს. აბა ერთ სიმღერას დავთხოვთ არა? წარმატება. კი ბატონო, მიდი. და საუკეთესო მომავალი გქონდა. I like to move it. რა მოამზადე გელა? რეპეტიციიდან მოდიხარ გელა და რა მოამზადე? ჩვენი პირველი დუეტი. მართლა? მე პირდაპირ მისამღერე. შენი მოსულა, მზის მოსულა, გონია. შენი ხევას ხამრად გამიგონია. გიდმეძინოს მაინც სულში Cuando se imana dolores, cuando se imana dolores, cuando se imana docera. Baila, 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 baila. Chemo otar, chemo gogats, bebot kwengenatsvale. No se negandare, no se negandare. Chemo gogats, chemo otar, bebot kwengenatsvale. მოდი ხილა დაჯექი. გაგიკავდა ხო წერი? მოდი დაჯექი. რა მინდოდა გელა? აი ეხლა კვნესა. ამის იკვნესა ეხლა. როგორ შევოდა? ეს ბიჭები გვაქვს ხოლმე. წელი მეტკინა. ჩვენ ისევ კეიფობთ ხოლმე, მე და ოთარი და ბიჭები ისევ კეიფობთ ხოლმე, ანუ კი მარიც. ხო არ ვიცი, მეც არ ვიცი. მეც არ ვიცი ეგა. ხანდახან გოგონებიც წამოვალთ რა. ზოგჯერ. შენ გარეშე მე ჭიქას აღარ ვწევ. ხო და ეს შარტოები გვაქვს ხოლმე, მაგრამ ადრე კარგად აკეთებ და მოძრო, ეხლა რაღაც მეგონია. მე მგონია, დაბერდა. ექიმთან უნდა წავიყვანოთ. ვინმე გეყოლება ნაცნობი ექიმი. მყავს ნაცნობები და წავიყვანოთ. თან მე მყავს მაგ მე მგონი ჭუმბურას პაციენტი. მე მგონი ჭუმბურას პაციენტი ვარ. ჭუმბურამ დარეკა და მითხრა რომ ორჩებით მაგადაღებასო, დამირეკეთო და აი ხარაც გავაკეთე. გელას არ მოეწონა. იმიტომ რომ გელას ნანახი აქვს ჩემი კარგი მოძრაობები და ეს არ მოეწონა. პლასტიკა არის მომეწონა, უბრალოდ ის მომენტი მე შენ წელ გაჭედი. აი კარგად ვერ ჩააგდეთ ეძო. პრობლემა აქვს მაგაზე. რატო? ამიტომ უნდა იაროთ ცეკვაზე. დაჯექი ხლა. აი დრომ გააკეთე. ბალა 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 ბალა. აუმიდა. დრონ. 1 2 და სამჯერ. შოკოლადები იჭმევა და გოჭიც მალე იქნება. აუ ხორამ ჭამოთ რა. ორი გოჭი. მიდი დახედე. ორი გოჭი. დახედე, გოჭი დახედე. დახედე. ხელოვნებას გაუმარჯოს. გაუმარჯოს. ასე ხო არის ეს ბატონო. კი, გაუმარჯოს. შენ რა თქონასო? მე დავცალე. აზია და იცეკვა. დავცალე, ვიცეკვე, გინახია მე ხა ფლამენკოს რო ცეკვავდე. კი, როგორ არა ოკეი, გვინახავს. იცეკვე და. გვინახავს ბატონო, ეგეც გვინახავს და არა, თქვენ ბევრი ჩემი ცეკვა გინახავთ ბატონო გელა. იცით რა, ერთი შეკითხვა მექნება ბავშვებთან. აი, არ ვიცი, სახიობობაზე ხო არ უფიქრიათ? არ ვიცი. კიო მე მგონი. კიო? პატარა ვიყავი, სკოლაში ქონდა ხელოვნება, ესე გამოდიოდით რაღაც
გავდით რაღაცებს და ძალიან მომწონა, მაგრამ დრო და დრო ეხა აღარ გვაქვს გაკვეთილები და ცოტა არ ვაშეჩვენ. ძალიანაც კარგი თუ არა გაქვს დაანები. არა მე ვოცნებობ. აბა გვაინტერესებს. ნამდვილად მე ვოცნებობდი მსახიობობაზე. კინოც, თეატრიც, ეს იყო ჩემი აუხდენელი აქამდე ოცნება და მე მგონი ყველაფერი შეიძლება და არ ჩააბარე? არა. კონსერვატორიაში ვარ. მაგრამ სამაგერს სცენაზე მაინც გიწევს. სცენაზე მაინც. გელა აუკრძალე. გელა აუკრძალა მსახიობი. არა, მაგრამ პარიზი მაგისტრატურა დამთავრებულისა ყველაფერი მოვლილი ქონდა მე რომ გელა არის დასავლი განათლებული ჩაბარებული. ძალიან საინტერესო გაცნობის ისტორია გაქვთ. სიმღერი შოკოლადი ბავშვებო თქვენ მაინც ჭამთ შოკოლადია თუ არა? მირთვით ბავშვებო იჭმევა ახალია. იკაკო აქეთ არ იყურება. ჩვენ ახლა ეს სული გადაცემა როგორ შეება რომ ამის ზემოთ ვერავის აქეთ არის. ყველანი ეგრევა გელა მინდა გითხრა. მოკევი რა ის გაცნობის ისტორია გაცნობის ეგრე რა მოყოლილი გვაქვს ჩვენ არაერთხელ მაგრამ თქვენ პირადად ჩვენთვის ეს იყო ლიტვაში იყო რაღაცა ძალიან სერიოზული ღონისძიება საქართველოს წარმომადგენლობა იყო ანსამბლი ბასიანი და ჩოხით გამოსულმა გელამ ჩაკრულო რომ შეასრულა მივხვდი დარბაზში ჯერ ისედაც ამაყივი ყავდა თან მივხვდი როგორი მაგარი მომღერალია და რომ ეს ის არის ანუ შენი სიყვარული მოვიდა ბალტიისპირეთში ნამდვილად ანუ ის აქ არისო არა რომ ის არის ანუ კი მიხდა რომ შენ იყავი თუ შენი სიყავი და უკვე წყვილი ჩამოხვედით თუ მე რაღაც ეს შეთვალიერება იყო შორიდან ჯერ და მე თბილისში მოკითხვა მეგობრობა რაღაცა საერთო აზრები კონცერტები და ასე შემდეგ და ეხლა ეგრე მეტი საქმე მეტი არ მინდა ეხლა ეგრევე ჩემი ანუკი ცხვიტინიძე ესეთი კონსერვატიული გაგების ხალი პირდაპირ წვილად ჩამოსულიყო იქ და აიგულისხმა რავი გულისხმობ რა ვიცი ახლა ცოტა იმან ხოვნა ეწოლა ეჩალიჭა ანგელოზივით გოგო რომ მოიყვანა ცოტა რაღაცა უნდა განზეულიყო გამოდეულიყო თასულიყო მისულიყო ყვავილები გია სამანი ვარდი ყვავილია ვაიმე დედა გადააგასხა ცარიელჭი ხამოიდან ვაიმე მეთქი გადაასხა ჩაი და დაიმდუღრაბი სულელია ნუ რა ვქნათ ეხლა ჩემია მიყვარს ხო არ გადავაგდე ჩემია საცა იყო ჩემი ამდენი წელია ჩემია ესე გოგა რა კარგი ვცავდით არა მოვიდო რა კარგი სიმღერის დროა სიმღერის კარგად ვსვავდი, მაგრამ აბა ცოლს რომ მოატყუებ, ძმაოს უასე დღეს ჩავარდები. ეს არის საჭირო. საკითხავის არის შეიძლება. არა, ის თავარი სიმღერა ხო, თავარი კერა. თავარი ბოლოში. რაც კიდე, ჭუბურას რაც იყო. მოდი ჭუბურას რაც კიდე. აჯი სიმღერა. კარგი ექიმია. მოდი ხო, საპატიო მოქალაქე გახდა ახლა და მიუძღვნათ ეს სიმღერა ჩვენი გადაცემიდან. თან აქედან თბილისის საპატიო მოქალაქეობა ჩვენ ჭუბურას, ჩვენ ძმას გიორგის. გიებია მოსულა უშვალაიები შაშან რომ გრებდით ერთად მეგონა ხალას ვერ გაპატიებდი მაგრამ ვეღარ ძლებ კენდა დაბრუნდი ხო ხედავ ვეღარ ძლებ ამაზი ფერი აქვს მე ნავადები მოსულს გული გაჩვენო დაბრუნდი და გაპარტიე სვას ნუ შეიყვარებ ჩემე ბრღულ ღვინოს დამასაც ჩემსავი უწოდებ ფერიას იებს ნუ მიუდან შეყარებულს იებს ნუ მიუდან იები ჩემია იებს ნუ მიუდან შეყარებულს
ამით გავხსნათ, მოდი ჩვენი კონცერტი. სინდის ნამუსი აღარა. ამის სიმღერა მოინდომეთ, ხო? აი ეს სიმღერა მე მგონი უკვე რეპერტუარია. გელანთ უმღერის და ანუკი თამუნა და ცაცული რატო ვერ იმღერებს? ჩვენ ისეთი პედაგოგის ხელში აღმოჩნდით ყველაფერს. ქალბატონო ანუკი, თქვენ ისეთი ინტერვიუ მაქვს თქვენთან ახლა. რამდენ ხანში ისწავლიან თათული და თამუნა? ძალიან დღეს 7 სიმღერა გავიარეთ. კი, სულ ესე ძალიან 7-ად რეპეტიცია. 28 გავივლი, მაგრამ შეხმატ კბილები. რასი 7 იყო რეპეტიცია? არ დაგვრჩავდა მე და გოგას და თოთას თორე 28 კი არა 38 სიმღერა 38 სიმღერა კი არის 4 ალბომი შენ გენაცვალე კი ბატონო. თუ არა ორი აი ორი არა გააჩნია LP პატარა ალბომი 4 LP გამო. 4 LP გამოვა გადასარევი ამბავი. ჩვენ TikTok-იც გადავიღეთ სხვათა. მართლა მაჩვენი მე რა გადაიღე მე მე გაჩვენებ რა არის აი დააფოლოვე TikTok-ზე დააფოლოვე და ნახეო დააფოლოვე აგაფოლოვებ მე შენე აგაფოლოვებს მართლა ეხლა რა არის დააფოლოვე. მეც დაგაფოლოვე აი რა გონია ეს დამაფოლოე? აი ეხლა და სხვათა შორის ეს აქტიური TikTok-ერები გამოვიდნენ აქტიური TikTok-ერები ყოფილა ბავშვები. არაფერი გონია და მართლა ხო არ სტუმრებს ეხლა ძალიან დიდი მადლობა არ უთხრა. გასვლობა რა გულაუთხრა ჯერ ეს ერთი ანუკიმ რამდენი შრომა უმშვიდესად ჩაგვიტარა რეპეტიცია და გაგვიძლო. გელამაც იშრომა ქუჩემოთ რეალურად გელამაც იშრომა და გაგიძლოთ და საერთოდ ბავშვები გაძლებას ხედავთ ხო TikTok-ი ულამაზესი უშვენიერესი უნიკიერი გადავიღეთ ან დავიწყეთ. TikTok-ი გადაიღეს და მადლობა რომ მოხვედით. მართლა არაჩვეულებრივი სტუმრები ხართ. მართლა ძალიან კარგი დღე გამოგვივი და კარგი სტუმარმასპინძლობა და რა ვიცი, ვიხაროთ და ვიდღეით. ბოლოს რა უნდა მოხდეს? ბოლოს უნდა დააგვირგვინო შენი სადღე გრძელო. მე რატო? რატო არა? მე რატო? ხო არის თამადა, ჩემზე მაგარი. ხო და ვისწავლე ბევრი რამე შენგანო და მახამახ მიჭიკა თქვას, კი ბატონო, დაალოცე ახლა ჩვენი სტუმრები. აი, გარა გოგა თამადალოცა. ჯერ გოგა. თამადალოცა. დიახ. შენაირად თქვა? დიახ. გრძლად. ხო ხარ ჩემზე მაგარი და რა მე არ მithქვია შენზე მაგარი ვარ. ბევრი რამე ვისწავლე. მე არ მithქვა. ვისწავლე შენგან ბევრი რამე ხო თქვი. ვისწავლე მithქვამს, მაგრამ ხო არ მithქვია რომ შენზე მაგარი ხო და თქვი ახლა რა ისწავლე, აბა ანახე აგე. ერთხელ ერთმა ხონდკარმა კი ბატონო. დაიბარა ვეზირი კი ბატონო. და სთხოვა. ხონდკარი იყო ბაღდადიდან. ბაღდადიდან უდაბნოდა. უდაბნოში ცხოვრობ. რომელი ბაღდადი? იმერეთი ბაღდადი? არა, კაცო, იმერეთი. ბაღდადი ბაღდადი. ბაღდადის ბაღდადი. ბაღდადის ბაღდადიდან იყო ხონდკარი და დაიბარა ვეზირი. ვეზირი სამარყანდელი. ხო, არა. სამარყანდელი არა, იყო. გურიდან მოიპარეს და გაყიდეს თურქეთში. კარგი. ხო და გაიზარდა. გაიზარდა და გახდა ექიმი. იქ მაშინ რა იყო ექიმებს? აქიმი. აქიმი. არა კაცო, ხო, აქიმი. ვინ გახდა აქიმი? შენ, ვეზირი. მე მომიპარეს გურიიდან? კი, გურიაში მოგიპარეს ჩაის ქართველი გურიაში. სადღე გზელოზეა. სად აღმოჩნდა ეს ბავშვი? ხონდკარმა თქვა, რომ ფადიშახმა დაიბარა ვეზირი და ვეზირს უთხრა, შემიგროვე ჩემი სამეფოს მომღერალი ოჯახებიო. შეიკრიბენ ოჯახები მაშრიყიდან მაღრიბამდე. მოეწყო ფესტივალი. ჭიქაში რა გისხეში? დასასვავში. გვინოსა. ჩაიგდე. კაი გაგრძილი აღაში მიზრაში. შეიკრიბენ მომღერლები მაშრიყიდან მაღრიბამდე. ამ ფადიშახმა მოусმინა სუყველას და ერთი ოჯახი გამოარჩია, რომ ეს ოჯახი არისო განსაკუთრებულიო, ეს ოჯახი იყო საქართველოდან, იყო გელა დონაძე და იყო ანუკი სხვიტარიძე, თავისი ორი ანგელოზი შვილით. წოდებით იყო ვინა გელა დონაძე? გელა დონაძე იყო უხუცეს და უხუცესი სიმღერისა მას ამისა. და მეუღლე მისი კომპოზიტორი ზედმეტ სახელად მოცარტკა. იქნებოდა. იმიტომ დაარქვეს მოცარტი. და ბავშვები პიფი და პუფი. და ეს ოჯახი დააჯილდოვეთო და რომ მივლენ შუა ქალაქშიო, იქო აუცილებლად საფინალო სიმღერა ამღერეთ, ისე არ გაუშვათო, ამ გადაცემიდან მიკროფონს მიცემსო ბუხარელი. ბიჭიკო ბუხარელი ბიჭიკო, მეგობრებო, ახლა ეს ანგელოზი ხალხი რო იმღერებს, მე ვის რა თქმა უნდა, ჩემი დამშვიდობება, ერთ კვირაში შევხვდებით ერთმანეთს. გთხოვთ მეგობრებო. შენ გენაცვალე, გაგიმარჯოთ. გაგიმარჯოთ.
მიხონდა ახლა ვისმენ გვირილების უჩვეულო შრიას კარები კი ეს კარები ძველებურად ქრია ამედევნა